ახლა სწავლა-განათლებამდე მივიდეთ, ბარემ სტუმარს დავძახოთ ის სულამითაა დაკვირვებული. ველოდება სულამითაა. სტუმარი ფილოსოფოსია, ჩვენი არაერთი გზის სტუმარი. უამრავი მოზარდის საყვარელი პედაგოგი. ასევე, სადაც ასობით ბავშვთან გქონია ამ წლების განმავლობაში ურთიერთობა და არა მარტო პრინციპში უნივერსიტეტში რა ახლა დიდი ბავშვები ვართ უბრალოდ მაგ სასწავლებელში და აქაც კი რომ მოგვეცეს საშუალება რაღაცას ვითამაშოთ ისე რომ თამაშისადმი ადამიანი ყოველთვისაა გაწყობილი თუ შეუქმნით ფსიქოლოგიურ კომფორტს. ყველა მოდის. სწავლის მხრივ კი ერთია რომ ლაპარაკობთ ამაზე, მაგრამ აი სტატისტიკა თუ არსებობს, აი თამაშით ათვისება და სერიოზულად ათვისებას შორის, ანუ პროცენტული მაჩვენებელი როგორია? საერთოდ პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მაგრამ იმდენად მეჩქარება ამ თემაზე საერთოდ პირდაპირ საქმეზე გადავდივარ. საერთოდ, როდესაც ბავშვის შემეცნებით პროცესია საუბარი და შემეცნების თავისებურებაზეა საუბარი, მოდი აბა ერთი წუთით გააკეთეთ კონცენტრაცია და თქვით რა არ შეიძლება ბავშვს ძალით გააკეთებინო. ძალით რო არ გააკეთებს. ძალით წიგნი არ უნდა წააკითხო. არა, მაგრამ შეგიძლია რომ წააკითხო. თამაშით. ძალით, რა ვიცი, შეიძლება აჭამო. შეიძლება რაღაცა დააძალო და რაღაცა ტანსაცმელი ჩააცვა ისეთი რაც მას ანუ ყველაფრის დაძალება არის შესაძლებელი ბავშვზე. მაგრამ არ შეიძლება. არა, არ შეიძლება სხვა არის, მაგრამ თეორიულად შესაძლებელია. შესაძლებელია. ერთადერთი, რასაც ვერაფრით ვერ აიძულებ, ეს არის თამაში. ანუ ერთადერთი რაღაც არის, სადაც თამაში ბავშვი აბსოლუტურად მთელი თავისი ნებით და მთელი თავისი მსოფლმხედველობით არის ჩართული. და ეხლა რატოა ეს ასეთი მნიშვნელოვანი ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, იმიტომ რომ არსებობს ხო, როდესაც შემეცნების პროცესი ხორციელდება, არსებობს ორი ტიპის мотиваცია, ხო, გარეგანი мотиваცია და შინაგანი мотиваცია, ხო? გარეგანი мотиваცია არის ყველაფერი, აი მაგალითად მშობლის წახალისება, ნიშანი, მასწავლებლის შექება, რაღაცა ჯილდო, მედალი, ну რაღაც ნებისმიერი რა. და შინაგანი мотиваცია არის ერთადერთ რამეზე დაფუძნებული, ეს არის ცნობის მოყვარეობა, რომ ბავშვს უნდა აინტერესებდეს რაღაცა და ამ ცნობის მოყვარეობის გამოვლენის ფორმა არის თამაში. ანუ ბავშვი თამაშობს იმას, რაც აინტერესებს და იქ აი ზუსტად იქ ვითარდება, როდესაც თამაშობს. ერთადერთი ადგილი ბავშვის განვითარებისთვის არის თამაში. და ჩვენ რაღაცნაირად ენაშიც გვაქვს ხო ესეთი იცი რა ეს თქვენც ესე მითხარით რომ სერიოზულად რო სწავლობს თუ თამაშით რო სწავლობს და მინდა გითხრათ რომ ყველაზე სერიოზული სწავლა პროცესი ზუსტად მაშინ მიმდინარეობს როცა ბავშვი თამაშობს იმიტომ რომ მაშინ არის მთლიანად ჩართული თავისი ფსიქო-ემოციური, ფიზიკური, ინტელექტუალური მოცემულობით მთლიანად არის ჩართული პროცესში. ასე რომ აქ ლაპარაკი არის იმაზე თუ რას თამაშობს და რას მივცემთ თამაშის ფორმას. აი ძალიან ხშირად როდესაც აი ჩემთან ურთიერთობენ ესენი გინდმშობლები და გინდბავშვები, აი ძალიან ბევრი ისე მატერიალური რესურსი მაქვს. ხო, რაღაცა ჩვეულებრივი ისინი, რაც შეიძლება ყველა ოჯახში იყოს, შეიძლება ყველა მაღაზიაში იყიდებოდეს, მაგრამ ეს აქტივობები, აი ჩვეულებრივი მატერიალური ნივთები ყოველთვის არის გარდაქმნილი რაღაცა ინტელექტუალურ შემეცნებით საშუალებად. ანუ იმის უკან რაღაცა ტიპის ცოდნა დგას და ეს შეუძლია გააკეთოს ნებისმიერ მშობელს სახლში და შეიძლება ნებისმიერი თამაში აქციო, თქვათ, შემეცნების პროცესად და რაღაცა ისეთი, აი რასაც სერიოზულს ვეძახით, ეს თამაში გადააქციოს ზუსტად იმ სერიოზულ შემეცნებით პროცესად, რაც ასე ძალიან გვინდა. და რაც შეეხება ეხლა ალბათ ზაფხულის გამო მომიწვიეთ, ხო, რა უნდა გააკეთოს ბავშვმა ზაფხულში ითამაშოს თუ არ უნდა ითამაშოს? უნდა ითამაშოს ცალსახად, არ უნდა ისწავლოს. ანუ თან როგორ არის იცით, აი როცა ამ სწავლაზე საუბრობთ, ხო, რაღაც ყოველთვის მიჭირს რა ამ მიჯნის გავლება, სად არის სწავლა და არ სწავლა, იმიტომ რომ ადამიანი ნებისმიერ სიტუაციაში სწავლობს, ყოველთვის რაღაცას სწავლობს. ანუ ვერ იქნება ადამიანი რო არ სწავლობს. შემეცნებითი არსებები ვართ, ჰომო საპიენსები ვართ, სადაც არ უნდა იყოს. ანუ უსარგებლო ინფორმაცია და უსარგებლო თამაში არ არსებობს, არსებობს შედარებით უკეთესი უბრალოდ. აქ ლაპარაკი არის რა მაინტერესებს მე. იცით რა არის? აი თუ გინახავთ და მოგისმენიათ სტივ ჯობსის ავტობიოგრაფია, იქ წერს რომ კალიგრაფიის კურსებზე ვიარეო და კალიგრაფიის კურსებზე რო დავდიოთ და აი ასოების მოხაზულობას რო გავდიოთ, იქ რაღაცა წერტილების შეერთების იდეა გაუჩნდა და ეს გადაიქცა Apple's
დაფუძნების წინაპირობად, ხო? ყოველთვის თამაშიდან, აი იგივე როცა არქეოლოგია როგორც მეცნიერება დააფუძნა შლიმანმა, ხო? და შლიმანი თამაშობდა ტროას ამბებით და იმ წიგნით, სადაც ტროას ამბები იყო და ინსცენირებას აკეთებდა ამ ტროასი და მე თავის ცხოვრების მიზნად აქცია, როცა ბევრი ფული იშოვა, თქვა რომ იცი რა, აი ბავშვობის ოცნებას დაუბრუნდა. თამაში ტროა აღმოაჩინა. ხო, ანუ თამაშით ტროა დაისახა მიზნად და მე ხო ისე თანამედროვე არქეოლოგები ამბობენ რომ ითამაშაო ბევრი ფენა გააფუჭაო, ანუ პირველი იყო ვინც ეს გააკეთა, ხო ტროა გათხარა და რაღაც არქეოლოგიური ფენები აურია ერთმანეთში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არქეოლოგია როგორც მეცნიერება დააფუძნა, ხო? ასე რომ ჩვენ როცა ვთამაშობ, თეორიაც არსებობს ამისი, რომ თამაში ეს არის წინაცხოვრებისთვის მზადება და უკვირდით, აბა, აი რას თქვენს დღევანდელ მოცემულობას, დღევანდელ სკილებს, უნარებს, ინტერესების სფეროს და გაიხსენეთ რას თამაშობდით ბავშვობაში. აუცილებლად იპოვით კავშირებს. შვიდფაობანა, ფრენბურთი, კალათბურთი, წრეშიბურთი, ხელიც კი მოვიტეხე მახსოვს. ხო, მაგრამ ხო არის ისეთი აი სოციალური თამაშები, რომ თქვათ აი სახლობანა, თქვათ მასწავლებლებანა, ექიმობანა, რაღაცა ცოლქმრობანაც არსებობს. იყო ადრე. კი. რაღაცისთვის ემზადები ამ დროს და ზუსტად ის შენი წინასწარი мотиваციები რაც გაქვს შენში რაც არის ჩადებული ეს. ანუ თამაშების რაღაც ნაწილი რეპეტიციაა თქვით, ხო? რეპეტიცია ცხოვრებისთვის. ამას ხო ბავშვები თვითონ თუ იგონებენ, გარემოზე დაკვირვებით იგონებენ, ხო? შესაბამისად, იმ ოჯახობანას და ცოლქრობანას და დაშვილობანას თუ თამაშობს, ამას აკვირდება როგორია ეს ყველაფერი. და ნახეთ, ჩვენ ხო ეხლა თანამედროვე ცივილიზაცია გვაქვს და ეს ცივილიზაცია ხო პირდაპირ არ დაგხვეთქებია თავზე, არა, გამოქვაბულიდან დავიწყეთ და კაცობრიობა მივიდა აქამდე, ხო? ახლა გამოქვაბულის ადამიანს არ ქონდა არც სკოლა და არც განათლება, მაგრამ შვენივრად მოახერხა ცეცხლი გამოიგონა, რა ვიცი, მე შუმერემა ბორბალი შექმნეს, ისიც მოიფიქრა, რომ დაატყავი გახადა და ჯაიცვა. ანუ შვენივრად მოახერხა სამყაროში ორიენტაცია იმ განათლების ჩვენ რო სკოლა გვაქვს ამ ტიპის სკოლის გარეშეც, ხო? და მე მგონია, რომ ზუსტად ყველაზე დიდი სკოლა უნდა იყოს სამყარო, რომელშიც შენი მყოფები და ეს ფორმალური სკოლები ძალიან ხშირად ამოხრუჭებენ ამ ცოცხალ პროცესს, იმიტომ რომ იმდენად ჩქარა ვითარდება ცხოვრება, ხო? და აი ეს პროცესები იმდენად ჩქარა მიდის, რომ ეს წლების წინ შემუშავებული სისტემები წარმოიდგინეთ ბისმარკის მიერ შექმნილ სისტემაში ვართ ახლა, ხო? ოტო ბისმარკმა რო გააკეთა რეფორმა, იმის მერე სკოლების რეფორმა არ გაკეთებულა, ხო? იმ მოდელებში ვართ, მე საბჭოთა კავშირმა ძალიან კარგად მოირგო ეს. და რიშელიუს მოფიქრებულ ნაციონალიზმში. ხო, კიდე ცალკე თემა არის. თუმცა მანამდე ეს ინდუსტრიალიზაციის ისი პროცესიც, ანუ უჭირდებოდათ ჯერ განათლებული მუშა, რომელსაც წერა-კითხვა ეცოდინებოდა და მერე მორჩილი და განათლებული რაღაც ჯარისკაცი, რომელსაც ეტყოდი და შეასრულებდა, ხო? და საბჭოთა კავშირმა ეს ძალიან კარგად აითვისა და ისე კარგად დაავამკვიდრეთ, რომ უბრალოდ წარმოდგენაც არ შეგვიძლია, რომ თუ შეიძლება რაღაცა სხვა გაკეთდეს. წერა-კითხვის მცოდნე ოდნა მოაზროვნე მონები. რაც პარადოქსი უნდა ყოფილიყო თითქოს და დამკვიდრდა, მაგრამ ხო, არა, მოაზროვნის რა მოგახსენო, ინსტრუქციების შემცრულებელი არის. ეს პროცესი ასეთი ჯდომა, ხო, ხელის აწევა, ზარის დარეკვა, როცა მეკეთყვი მაშინ გამოხვალ, როცა მეკეთყვი მაშინ წახვალ. საბჭოთაშოში გასვლა არ შეიძლებოდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანუ შეიძლება პირდაპირ კავშირში არა, მაგრამ ბორბალი ახსენეთ. ბორბალი ჩვენ ვიცით რომ შუმერებმა გამოიგონეს ბორბალი უბრალოდ იმიტომ რომ იქ შემორჩა და ფუნქცია მისცეს, თორე ბორბალი შეიძლება სხვადასხვა ცივილიზაციამ გამოთალა, მაგრამ ზოგმა პირდაპირ დანიშნულება ვერ მოუძებნა. ვიღაცამ ითამაშა ამ ბორბალით უფრო მეტი ითამაშა. აი მასწავლებლებს თუ პირადი ცხოვრება ჰქონდა, ესეც არ ვიცოდი, ანუ ხელის აწევით, აი ესე როგორი დამოკიდებულება ჰქონდა, ხო გვახსოვს ბავშვობაში, არა? ანუ ხელის აწევაში ცალსახად ცუდი არაფერია და უბრალოდ მართლა არ აქვს პირადი ცხოვრება. თუ ამ საქმით ხარ და გავერბული. კი, მაგრამ მეგონა რომ აი იქ მხოლოდ შიშით იყო ეს ყველაფერი, ანუ მაინც რაღაცა დოზით შიში იყო მაპროვოცირებელი, იმიტომ რომ მართლა რომ ცუდად გამختارიყავი, ან საჭირო ოთახში გავსულიყავი, ან რაღაც, აი ისიც კი თუ ჩემი ნება იყო, იმისიც კი მეშინოდა რომ ეს ხელი ამეწია, რომ რამე შენიშვნა არ მივიღო. ჩვენ გვინდა რომ ასეთმა ადამიანებმა, რომელსაც ისიც ვერ მოუფიქრებია, რომ საპირფარეშოში ვიღაცის ნებართვის გარეშე გავიდეს, ასეთ კი და ევროპაში ნებართვას ამ თემასთან დაკავშირებით არ იღებენ, შეუძლია ადამიანს ადგეს და გავიდეს. რომ უნივერსიტეტში ხარ ვსწავლობდი და აქ რამდენიმე ლექტორი იყო ისეთი, ვინც თავიდანვე გაცხადებულად ჩამოთვლიდა პუნქტებს, რაც უნდა და შენთან ურთიერთობაში და შეთანხმებით. გასვლა გინდა, გადი. ეს უკვე უნივერსიტეტში უნივერსიტეტში ოღონდ რა თქმა უნდა, ანუ ამბობ რომ თლათ
ცუდადაც არ იყო საქმე, მაგრამ ნუ იყო ცოტა პროცენტი, იმიტომ რომ ამბობდა რომ მე მირჩევნია ეს აზრი არ გამიწყდეს და შენამდე ბოლომდე მოვიტანო ინფორმაცია, ვიდრე გამწყვიტოს. ეხლა და ყველა 60 კაცი ზიხართ, ეხლა და რიგრიგობით ყველა ასე კი, არა-არაში ნახევარი ლექცია გავა. ასე რომ ჩვენ გქონდა ეგ პოზიტიური გამოცდილება გამიმართლა. მე ორი სიტყვა მოვხდა ყურს, როდესაც ქალბატონო ლალიმ თქვა, რომ ჩვენ პირადი ცხოვრება არ გვაქვსო. აი, როდესაც კი ახსენეთ, რომ აი სახლში უამრავი ნივთი არსებობს, რომელიც შეიძლება რომ შემეცნების საგნად ვაქციოთ, მაგრამ ამას უნდა ფიქრი. ამას უნდა დაჯდე, მოიფიქრო, გათვალო. როგორ მიიღებს ამას ბავშვი, როგორ მივაწოდო ბავშვს, რომ ისე მიიღოს, როგორც მე მაქვს გათვლილი. აი ეს ყველაფერი რა დროს მოითხოვს და რა მხელა ენერგიას. არანაირ დროს არ მოითხოვს, ერთადერთი მოითხოვს კრეატივს და შენ თვითონაც გავითარებს და ბავშვსაც ავითარებ. აი მაგალითად მქონდა ასეთი შემთხვევა, რომ სხვა პლაჟზე ვიყავით და პატარა ბავშვიანი ახლობელი შეგვხვდა და იქვე რაღაცა კენჭები დავაწყოთ, მე ეს კენჭები რაღაცას მივამსგავსეთ, მე იქ მსგავსებაზე ასოციაციები რაღაც დავალაგეთ და 7 თამაში მოვიგონე, მე მოვპრობოდი საკვირაო სკოლაში ეგრევე ჩავიწერე, რომ არ დამავიწყდეს მეთქი, ისეთი საინტერესო რაღაცები გამოვიდა იქვე სპონტანურად. ანუ თვითონ მოყვებიან, თვითონ გაძლევენ იმპულსებს, თვითონვე იგონებენ ამას, თავარი არის რომ გაყვე და ამ პროცესს ხელი არ შეუშალო. როგორც ასე ვთქვათ, სოციუმის მცირე მოდელი ოჯახი, ხო? ოჯახში ფიქრის ტრადიცია თუ არსებობს, იქ მეტი შანსია ყოველი თაობა კიდევ უფრო მეც ფიქრობდეს თუ ეს ასე ვთქვათ, დიდი რენდომის ცალსახად ძალიან იცით რა არის, თქვენ ახლა მეკითხებით ორი ძალიან მნიშვნელოვანი პარადიგმის შეხვედრის წერტილზე, რომელზეც ძალიან ბევრს ფიქრობ და მუშაობ კიდეც. ერთი არის ემპირიზმის თეორია, რომელიც ამბობს, რომ იცი რა სოციუმში ხდება ადამიანი, ის იზრდება და მეორე არის რაციონალიზმი, რომელიც გეუბნება, რომ იცი რა რაღაცა უნარებით იბადება ადამიანი და ჩვენ ვართ იმ სამყაროში, როდესაც ამ ორი უკიდურესობიდან რომელიმეზე პრიორიტეტი არ უნდა გავაკეთოთ, ორივე არის საჭირო. ანუ ადამიანი იბადება კიდეც რაღაცა უნარებით და მას ჭირდება კიდეც სოციუმი. შეიძლება რაღაც დიდი ნიჭებით დაიბადოს და იბადებიან კიდეც. აი, ხო ატყობთ, ხო გქონიათ არა? ბავშვობაში ისეთი აი რო იცით, რომ აი ცოცხალი ნიჭები რო არის და მე იკარგებიან ეს ადამიანები არა? ანუ ამ ნიჭებსაც ჭირდება გაღვივება და პირიქით შეიძლება დიდი ნიჭერებით არ გამოირჩიოდეს, მაგრამ შრომის მოყვარია იქ აკეთებს არეპუება რაღაცა. ეგეც ნიჭია. ეგეც ნიჭი არის და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ შრომის მოყვარია ადამიანს, მაგრამ რაღაცა ნიჭიერება სხვა რამე, აი ეს რაღაც ღმერთის ნაპერწკალია. მაგრამ ნიჭი არ ეს არა მარტო. ანუ ეგ მიყვირს ხოლმე, აი თქვენ ძალიან კარგ თემას შეეხეთ, ეხლა რომ ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვახსოვს, ხო, გინც ცეკვაზე რომ დავდიოთ, გინც სიმღერაზე და ჩვენ რაღაცა ვშრომობდით და ვერ და ის უცებ 1-2 და გააკეთებდა, მაგრამ ეს ხალხი რატო იკარგება? აი თუნდაც ეს აი გამონათქვამი რომ ნიჭიერ კაცს ნიჭი არ მოასვენებს. მე თუ ნიჭიერი ვარ, მე თუ მიყვარს ჩემი საქმე. ანუ ხო ალბათ ხო სწორედ ხალხა. აი ზუსტად ეს არის სახელმწიფო მოწყობის პრობლემა, როდესაც ადამიანები იმ ნიჭებით რითაც არიან, ამ ნიჭებით სოციუმს არ ჭირდება, ხო? აი მაგალითად ხო არის გიადვალი რატო წავიდა ამ თავისი მთელი ნიჭიერებით, ამ მთელი შრომის მოყვარებით და ამოცემულობით, რატო ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, ხო? იმიტომ რომ მისი ასპარეზი აქ არ არის აბსოლუტურად და ანუ ქვეყნის ადრონულ კოლაიდერს ერთი გიას გამო ვერ აშენდეს გაჭირებული ქვეყანა მეორე მხრივ, ხო? მაგრამ მაგრამ ბევრნაირია ბატონი გიასნაირი, მაგალითად ვინც დატოვა, ხო? დატოვა და ასეთი ხო ბევრი არის, არა, რომელსაც შეუძლია რომ რაღაცა პოზიტიური გააკეთოს თავისი ქვეყნის რაღაცა პატარ-პატარა გამოგონებები. აი რატომ მიყავთ ჩვენი ბავშვები Silicon Valley-ზე ძალიან ბევრი გამოგონების ავტორები არიან და ფაქტობრივად გზააქვთ გახსნილი ამ მიმართულებით, მაგრამ ყველა ხო ვერ ახერხებს ამას, არა? აი Google-ში იყო რომ იწვიეს ჩვენი სტუდენტები და ანუ ჩვენ თვითონ აქ აბსოლუტურად არა ვართ ქმნადობაზე და მეწარმეობაზე დაფუძნებულიერი და ფაქტობრივად ვაიძულებთ ამ ბავშვებს რომ თვითონ რო უყურო, ხო, აი რაში უნდა გამოვიყენოთ, აი ვიცნობ ერთ ადამიანს, რომელმაც გამოიგონა ძალიან საინტერესო ფორმულა ასფალტის შემადგენლობის, რომელსაც აქვს ძალიან მყარი და კარგი შემადგენლობა, მაგრამ რატომღაც არ ინტერესდებიან ამით, ხო? არის საშუალებები რაღაც მინახო ჩემს ბავშვობაში იყო ერთი მეგობარი მყავდა, იგონებდა როგორ არ უნდა გაღწილიყო მანდარინი და შენარჩუნებულიყო, როგორ შეიძლება და რაღაცა ცელოფნის აპკი გაეკეთებინა
გარედან და აი ესეთი რაღაცა წვიმანები ეს იდეები შეუმჩნეველი რჩება ეს იდეები იკარგება მაშინ, როდესაც წარმატებული სოციუმები ამ ტიპის მოაზროვნეებს ეძებს და იმ წუთას გამოჩნდება ადგილი, სადაც შეიძლება ამ ყველაფრის გამო. ამიტომაც იტოვებენ ადვილად შენ სტუდენტს, რომელიც პერსპექტივა აქვს და როდესაც წავიდა სასწავლებლად, ეხლა ხედავს ამის პოტენციალს და სჭირდება. ხო, მაგრამ ამ ყველაფრის უკან უნდა იდგეს, აი მაგალითად თქვათ რა მეცნიერება იგივე აი ბიოქიმიის განვითარება, იგივე ასტროფიზიკის ჩვენ ყავს ელგუჯა მეწმარიაშვილი, ხო, რომელმაც გამოიგონა თვითშლადი ანტენა, რომელიც თანამგზავრული ანტენა, ხო? აი გვაქვს ამისი ტრადიციები და არა გვაქვს ამ დროს ფაკულტეტი გაუქმდა, ხო, ერთადერთი ფაკულტეტი იყო. ბოლდონო, ესე იგი ერთი დაგჭირა, რომ ვიფიქროთ იმაზე, რომ სოციუმი ისე მოვეწყოთ, ასე ვთქვათ, აზრობრივად პირველ რიგში, რომ რისი შესაძლებლობაც გვექნება მაქსიმალურად მოახმაროთ ეს შესაძლებლობა განათლებას, რომ მე ამ განათლების საშუალებით მონეტიზაცია მოვახდინოთ ნაწილობრივ და ადგილზე ვაკეთოთ რაღაცები. იცით რა, განათლება შესაძლებელი იქნება თუ კი არ ვიქცევით პარაზიტერად, ანუ აბსოლუტურად მომხმარებელიერი ვართ, ხო? აი ასამც ვაწარმოებთ, რას ვაწარმოებთ, ხო? კი არის რაღაცა ცოტა ამ ბოლო დროს განვითარდა, ხო, რაღაცა ხორცის წარმოება, იქ რაღაც კვერცხის წარმოება, რაღაც ვითარდება, მაგრამ აი ისე სადაც აი მეცნიერული განვითარებების წერტილები, აი ამ წერტილებს ვერ ქმნით. თითქოს და უნივერსიტეტებთან უნდა ყოფილიყო, მაგრამ ესეც ვერ. არა და ნიჭიერი ხალხი ვართ. ხო, ნუ ახლა ასე გამორჩეულად ყველა ნიჭიერი ხალხი ვართ, თავარია ოჯახში გაგვიმართლოს თავიდან, იმიტომ რომ ახლა ბავშვი თავისით ვერ გაშლის ფრთებს, იმიტომ რომ ყოველთვის სისტემა თუ მომართულია ფრთების შეკვეცაზე, ახლა ნუ იგი ორმაგი პროცესი არის. ერთი არის, როდესაც ბავშვი ყოველთვის არის გამომგონებელი, ყოველთვის არის შემოქმედი, ყოველთვის რაღაც სიახლისკენ არის მიდრეკილი და მეორე არის, რომ ბავშვს რაღაცა გარემოც უნდა შეუქმნა და აჩვენო, რომ მან ჩათვალოს, რომ რაღაც არის შესაძლებელი და აი ეს, რასაც მე ვაკეთებ, ეს თურმე კარგია და ეს თურმე შესაძლებელია. მე მქონდა ასეთი ისა, რომ აი ბავშვი ფენომენალურად უსტვენდა და რაღაც ისე მომწონდა, რომ მოუწონებნო მოკლედ მე მთელი გაკვეთილები ჩამიშალა რომ დაინახა რომ მომწონდა მის ისტვენა იდგა და უსტვენდა ძალიან საყვარელი იყო